Pablo Escobar-ის სახელი ყველასთვის ცნობილია და დღეს გადავწყვიტეთ მედელინში წამოვიდეთ ტურზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მოგვიყვება მისი, ესე ვთქვათ, მოღვაწეობის და ცხოვრების შესახებ, რომელიც დღემდე საკმაოდ ორაზროვანია და როგორც აქაურებმა აგვიხსნეს, ამერიკულ ფილმებში ძირითადად ის არის რომანტიზებული, თუმცა მოსახლეობის 90%-ს პაბლო არ უყვარს და ის 10%-იც არის უბრალოდ მასთან მჭიდროდ დაკავშირებული. თუმცა ერთი გასაოცარი ფაქტია, რომ მთელი კოლუმბიის ტურიზმი არის მის ირგვლივ აწყობილი და გეგონება, რომ ეს ადამიანი არის გმირი. აი თუ არაფერი არ გაქვს ნანახი, ყველგან იყიდება მისი სუვენირი, მაიკა წარწერით El Patron, რაც ნიშნავს ბატონს, ბოსს და მოკლედ გვინდა რომ ჩვენი თვალით ვნახოთ და თქვენთან ერთად დავასკვნეთ. ნუ აბიჯი. როგორი იყო ეს ადამიანი. ელენე დადის და აფიჩებს ამ ბარგების საფარი არ დამინახავს. მოკლედ პაბლოს ისტორია ბევრად ადრე იწყება, ვიდრე დაიბადებოდა ის, როცა ლიბერალისტები და კონსერვატორები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მოუკლეს ლიბერალებს ლიდერი და ხალხმა თვითონ გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა ორგანიზაცია, რომლითაც გაატარებდა ხალხის ინტერესებს და დაიცავდა მათ და სათავეში ჩაუდგა ესეთი დაჯგუფება, რომელსაც ერქვა გორიას, რომლებსაც მერე ბევრი ძალაუფლებისგან და ფულისგან ცოტა გაექცას და დაიწყეს ბავშვების მოტაცება, ბარიგობა და ასე შემდეგ. და ამ დროს ასწავლიდა პაბლოს დედა სკოლაში, რომელ პერიოდშიც შევარდნენ ბავშვების გასატაცებლად, ბავშვებს იტაცებდნენ იმ მიზნით, რომ მერე გაეზარდათ ეს ბავშვები თავის მებრძოლებად და მკვლელებად და ასე შემდეგ, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ და მოკლედ ამ სკოლაში შევარდნის დროს პაბლოს დედამ დამალა თავის შვილები და სხვა ბავშვებიც ასევე და ჩაიკეტა და ლოცულობდა ერთ-ერთ წმინდანზე, მერე რომელსაც უკვე ანუ აი ეს ეკლესიაც მაგის სახელობის არის და ნუ პაბლო უკვე მედელინში და არა მარტო მედელინში ააშენებს ბევრ ეკლესიას ამ წმინდანის სახელზე და მართლაც ვერ იპოვიან ამ ბავშვებს და მერე გადადიან საცხოვრებლად უკვე შედარებით უსაფრთხო ადგილას და იქ იწყებს ან პაბლო თავის ძმასთან ერთად ყურძნის გაყიდვას და ყიდიან უბრალოდ ყურძენს და ესე ცდილობენ წესიერად ცხოვრებას, მაგრამ ანუ ამ დროს პაბლო იწყებს წვრილმან ბარიგობას, უბრალოდ ადგილობრივებთან ერთად და ადგილობრივებზე მუშაობს და ყიდის და როცა ნათლიამისი იგებს მის საქმიანობაზე, მოკლედ ნათლიამისი ეუბნება თავის იდეას, რომ კი არ იყიდოს და გაყიდოს, ანუ თვითონ მოიყვანონ კოკაინი და გაყიდონ გრინგოებზე, ანუ ამერიკელებზე და გაიტანოს ქვეყნიდან და უფრო დიდ მასშტაბებზე დაიწყოს მუშაობა. ხომ მივდივართ თვითონ Pablo Escobar-ის სასაფლაოც ვიწყებთ. ტურს ქალაქ ატიპეში, რომელიც არის მედელინის ახლოს. და ესეთი ადგილია. ეს შენობა არის ზოგადად პანაშვიდის შენობა და ეხლა ვნახოთ სად არის თავად პაბლოს საფლავი. არაფერი ისეთი გრანდიოზული არ არის, როგორიც მოლოდინის აქვსო ხალხსო. მე ვიტყოდი, რომ იმაზე დიდია, ვიდრე უნდა ქონდეს. რა ვიცი, ხალხი ლოცულობს, მე მგონი და ყვავილებით არის შემკული და დიდი პატივით. და ყვავილები ახალია ძალიან. Flowers like people are bringing to show respect. Look at the man behind the tree. He changed the flowers. Okay. ყვავილებს არ აკლებენ. ჩვენ პაბლიტოს.
ეხლა ვდგავარ ქალბატონი გრიზელდას სასაფლაოსთან, რომელიც იგივე სასაფლაოზეა დასაფლავებული, სადაც პაბლო და მისი ოჯახი ძალიან საპატიო ადგილას. გრიზელდა იყო მისი ნათლია, რომელიც იყო ასაკოვანი ქალი და მისი ოჯახის ძალიან ახლობელი და როცა უკვე ესე ვთქვათ პაბლომ დაიწყო თავისი კარიერა, ოღონდ უბრალოდ გადაქონდა, ესე ვთქვათ იყო კურიერი და თვითონ უშუალოდ არ იყო ნარკოტიკის წარმოებაში ჩართული. გრიზელდამ დაიბარა თავის საყვარელი ნათლული და უთხრა რომ პაბლო შენ ეს გზა აირჩია. ჯობს რომ ბევრი ფული გააკეთო. ფული კეთდება გრინგოებზე, ანუ ამერიკაში და ისე რომ თან შენ ხალხსაც არ დააზიანებს, მოდი დაიწყე ნარკოტიკის წარმოება კოლუმბიაში, გაყიდე ამერიკელებზე და იშავნი დიდ ფულს და დაუჯერა პაბლომ თავის ნათლიას, რომელიც სიცოცხლის ესე ვთქვათ ბოლო წუთამდე იყო მისი მრჩეველი. ამიტომ შვილებს ნათლიები უნდა აურჩიოთ ძალიან ყურადღებით. ეხლა მოვედით ელდორადოს სტადიონზე, რომელიც არის ასევე ფეხბურთის აკადემია, აი გვერდზე უჩამს შენობას თუ ხედავთ და ეს ააშენა პაბლო ესკობარმა. ლათინურ ამერიკაში, ლათინურ ქვეყნებში ტურნირი, როგორც ჩემპიონთა ლიგა, ევროპაში იგივე დონის ტურნირია ლიბერტადორესის თასი და არის თურმე პაბლო ესკობარის ჩამოყალიბებული. ანუ ეს სტადიონის პაბლო ესკობარის არის და სკოლა და ხამეს როდრიგესი მაქ სკოლაშია გაზრდილი და ბევრი წარმატებული ფეხბურთელი. ანუ ბევრია გაკეთებული რეალურად ფეხბურთისთვის პაბლო ესკობარს. თუმცა გაითვალისწინებთ, რომ მას შემდეგ რაც გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მანამდე დიდად არ იკვლევდა თავს ქველმოქმედებით, როგორც ყველა პოლიტიკოსი. მოკლედ ეხლა ვართ პაბლოს უბანში, ყველაზე პრესტიჟული ადგილია მედელინში, ყველაზე დიდარი ადამიანები ცხოვრობენ და თავიდანვე, ანუ პაბლოს მოღვაწეობის დროსაც ყველაზე პრესტიჟული ადგილი იყო მედელინში და ყველაზე ისე დიდრულ უბნად ითვლებოდა. აი აქ იდგა სახლი პაბლოსი, რომელიც კალის დაჯგუფების თავდასხმის დროს დაინგრა, ანუ აუფეთქეს სახლი და ამ აფეთქების გამო შვილი დაუყროვდა და ნუ მერე კი დაიწყო შურიზიება უნდოდა და მაგით ცხოვრობდა, როგორც ამბობენ, მაგრამ ვერ მოხერხა, იმიტომ რომ კალის დაჯგუფება ყველაზე ძლიერი დაჯგუფება იყო და ნუ მე უბრალოდ ააშენა ისევ აქ სახლი და განაგრძო ცხოვრება და ეს არის პაბლოს დახოცილი ადამიანების ეს წლების მიხედვით ისტორიები, ვინ იყვნენ, რატო დახოცა და ნუ მოკლედ ესე კონკრეტული ადამიანების ისტორიებია აქ. დავიწყოთ ალბათ ბანკებით. კარტელი იყო, რომელიც ანუ კალის კარტელი, ქალაქი კალის კარტელი იყო ყველაზე ძლიერი მაგ დროისთვის და 70% დანაშაულების ეტენებოდა პაბლოს, იმიტომ რომ ნუ აი ესეთ პრესტიჟულ უბნებში უყვარდა ცხოვრება და მაგარ სახლებს იშენებდა და ჩანდა მოკლედ და მაგ პერიოდში მაინც ყველაფერს მემტენითო და თან ნუ მიზანი ქონდა მთავარი რომ გაენადგურებინა პოლიტიკოსების ფული და აი ერთდროულად ბანკო კაფეტერო და ბანკო ფატიმა მოკლედ ბევრი ბანკი ერთდროულად ააფეთქა თავის თანამშრომლებიან ყველაიანა მოკლედ დახოცა შემდეგი დღეს რო უნდოდა რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, უნდა მოეკლა ცეზარ გავირია პრეზიდენტი მაგდროინდელი და ცადა მოკლა თვითმფრინავი ააფეთქა, რომელშიც 100-ზე მეტი 107 ადამიანი იჯდა თუ არ ვცდები და ეს ხალხი დაიხოცა, მაგრამ პრეზიდენტი არ აღმოჩნდა ამ თვითმფრინავზე და ნუ დანარჩენი ეს ისტორიები და ეს ბევრი რაც არის, ძირითადი ნაწილი აქ რასაც ხედავთ არიან პოლიციელები. უბანი ძალიან კაია, მართლა კარგ უბანში ცხოვრობდა. ყველაზე უსაფრთხო უბანია დღეს. ძალიან სამწუხაროა, რომ მარტო მედელინი, ბოგოტა და ნუ აი რამდენიმე ქალაქია, რომელშიც ტურიზმი არის და სახელმწიფო, ნუ დანარჩენ
ქალაქებში ისევ აი ის რო გითხარით რომ ლიბერალების დაჯგუფება რო იყო, ისევ ეგენი არიან ნარკო ბიზნესის დაკავებულები და სახელმწიფო ვერ შვება ვერაფერს. ძირითადი ნაწილი კოლუმბიის მაგათია. თვითონ კოლუმბიელები ვერ ჩადიან მაგ ქალაქებში, არა და ულამაზესი ქალაქებია. რაღაც სასწაული ადგილებია, ფოტოები გვანახა ახლა ჩვენმა გიდმა და მოკლედ ესე. ჩვენმა გიდმა გითხრა თქვენი აზრით რამდენი ადამიანი დაიხოცა მედელინში და არა სხვა ქალაქებში 10 წლის მანძილზე, რაც პაბლო ესკობარი აქ ცხოვრობდა და ესე ვთქვათ, ჩადიოდა დანაშაულებს და ყველამ თავისი რიცხვი თქვა. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს 300-მდე და თან ეს ამბობს, რომ ისეთი გარდაცვლილები, რომლებიც იდენტიფიცირდნენ იპოვნეს დოკუმენტები და თვითონ ადამიანი და ზოგმა თქვა 30,000 ვიღაცა 27,000 ერთმა 45,000 ანუ ვინც ჩვენთან ერთად არის ტურზე და ერთი ადამიანი ესეთი საშინელი როგორ უნდა იყო არ ვიცი თუნდაც 99% რომ დაებრალებინათ მისთვის იმ საქმეების რასაც აკეთებდა არ ვიცი არ ვიცი დაჩქუნული ვარ იმის რომ ისიც ადამიანია და მეც ადამიანი ვარ ნახოთ აბა რამდენი იყო მსხვერპლი 46,612 ადამიანი რომელიც იდენტიფიცირდა როგორც დახოცილი ეს უკვე მეორე დღეა რაც პაბლოს შესახებ ვაგროვებ ინფორმაციას რომ სრულად მოგიყვეთ ყველაფერი იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი რომ ერთი დღე არ აღმოჩნდა ამ ყველაფრის შესასწავლად საჭირო და მოკლედ მოვიდეთ ახლა მის მუზეუმში აქედან გავაგრძელებთ ვინც დაგვხვდა ანუ ვინც აჩვენებს და გიდები ვინც არიან ადგილობრივები დავერბოკებული პაბლისტოს ძმისგან ეგრევე როგორც კი დაგვხვდნენ და შევხვდნენ გითხრეს რომ თავრობის ხალხიო და ეს ქალაქის გიდებიო არასწორ ინფორმაციას გაძლევენო და ეხლა ჩვენო ნამდვილ ისტორიას მოგიყვებითო პაბლოსთან დაკავშირებითო და ნახოთ აბა მუშინდაიდე საკმარისი არ აღმოჩნდა პაბლოს დანაშაულების დასაფარად მოკლედ და დღეს ვართ ახლა მისი ოჯახის მიერ აშენებულ მუზეუმში თავისი ძმა მართავს რობერტო რომელიც იყო კარტელის ბუღალტერი და ეს არის პაბლოს მანქანების კოლექცია რომელიც შემორჩა ძალიან ბევრი ყავდა, მაგრამ სულ რამდენიმეა შემორჩენილი და ეს მანქანები ადრე ეკუთვნოდა ალ კაპონეს, რომელიც პაბლოს ესე ვთქვათ, არ ვიცი, კუმირი იყო თუ გმირი და მისი მანქანები შეისყიდა და კოლექციაში ჰქონდა შეგროვებული. ეს მანქანა იმ დროისთვის ყავდა მარტო ამერიკის პრეზიდენტს და პაბლოს. და როცა კოლუმბიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი ლიკვიდაცია, მოკლედ ამ მანქანამ გადაარჩინა. And this 66 times shot. ეს ზემოდანაც ნახეს ნოლები. Snipers. Yeah, they broke. ვით ამაში იჯდა დაცვა პაბლოსი და ამაში თვითონ პაბლო იჯდა და თვითრინავი პაბლოსიტოს აქ მასწავლებელი იჯდა და თვითონ და თავისი ბიჭები შიგნით მეცადინეებდნენ რომ თვითრინავის ფრენა ესწავლეთ. სიმულატორი არის თვითრინავის. და თითო ფრენაში $1 მილიონ იხდიდა სწავლების. ცოტა ისტორიას მოგიყვებით ქრონოლოგიურად სწრაფად როგორ იყო და მე გავაგრძელებთ ესე ვთქვათ ამბების მოყოლას. ანუ პირველად 1976 წელს დაიჭირეს ნარკოტიკის გადმოტანაზე ეკვადორიდან კოლუმბიაში და აქ უკვე მისი კარიერისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა თავისი ნათლიის რჩევით გადაწყვიტა რომ ფართომასშტაბიან ესე ვთქვათ ნარკოტიკის წარმოებაში ჩართული იყო და 1980-იანი წლებიდან 1993 წლის ჩათვლით ის იყო ესე ვთქვათ მედელინის კარტელის ელ პატრონი, ბოსი, ორგანიზატორი, ამაში ჩააბა მდიდარი ესე ვთქვათ მედელინის ოჯახები და გახდა ორგანიზებული დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ვაჭრობდა
სხვადასხვა ქვეყანასთან ნარკოტიკით, მათ შორის აშშ-სთან და როგორც გვითხრეს ადგილობრივებმა, ის გარიგებული იყო მაშინდელი არგენტინის, ნიკარაგუის, ეკვადორის და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ამ კონტინენტზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ესე ვთქვათ არსებობს, ფოტო მასალა და ჩანაწერები თვითონ მუზეუმშიც არის, ესე ვთქვათ, გამოფენილი და უკვე 94 წელს ის მოკლეს და მისი მკვლელობის ვერსიებთან დაკავშირებით ვიდეოს ბოლოს მოგიყვებით, რას ამბობს ოჯახი, რას ამბობს სახელმწიფო და რა არის ჩვენი აზრი. ვერტალიოდიდან ხდებოდნენ აუში. ანუ პაბლოს ბავშვობის გასართობი იყო. ვერტალიოდით ააფრენდა აუზის თავზე და ვერტალიოდიდან ხდებოდნენ ბავშვები. ეხლა სადაც ვიმყოფებით, მუზეუმია და ეს ადგილი ადრე პაბლოს მიერ გამოიყენება და როგორც უბრალოდ საცავი, ანუ ფულის საცავი და ესეთი სახლი ჰქონდა კიდე 70 ქალაქში და იყენებდა უბრალოდ ფულისთვის. ეს არის მისი ძმისშვილი ნიკოლასი, რომელიც 93 წელს გაიტაცა კარლის კარტელმა და უნდა მოეკლათ. ამ დროს პაბლომ დაურეკა კოლუმბიის პრეზიდენტს და უთხრა, რომ ჩემ ძმისშვილს თუ არ გაანთავისუფლებთ 4 საათში ამ ზარის შემდეგ, მთელი შენი ოჯახი ამოიხოცებაო და 20 წუთში სახლში იყო ეს ადამიანი და უსაფრთხოების მიზნით პაბლომ გაამგზავრა შვეიცარიაში. ეს არის შვეიცარიაში უკვე იყიდა პორშე სახლი, სათამაშო სპილო და პაბლომ ჩააბარა მთელი თავისი ფულის გათეთრება. მთელი ფული გათეთრდა ამ ბანკში და ეს ფული დარჩა პაბლოს ოჯახს. არავის ეს ფული არ ჩამოურთმევია და როგორც ჩვენი ესე ვთქვათ გიდი ამბობს, მისი ოჯახი დღეს არის ტრილიონერი და არავინ არ იცის რამდენი ტრილიონი აქვს. პაბლოს ასევე უყვარდა მანქანები და რბოლა. ორი პორშე ყავდა 911 და იღებდა მონაწილეობას რბოლებში, რომელშიც ორჯერ ჩემპიონი გახდა. ამ თვითმფრინავით კიდე ჩამოაგდეს ხელისუფლებამ და გადარჩა, რაღაც მაღალ ტოტებში გაიჭედა და მოკლედ გადარჩა. ეს არის მოპედი, რომლითაც ახალგაზრდობაში 20-25 წლის ასაკში ყავდა და პირველი ტრანსპორტია. პაბლოსი, რომლითაც ყაჩაღობდა, ძარცვავდა ხალხს, ბარიგობდა, უყიდდა კოკაინს და ასე შემდეგ. მოკლედ ეს პირველი ტრანსპორტი პაბლისიტას. მოკლედ პაბლოს საყვარელი ფილმი იყო ჯეიმს ბონდი და ისე ევასებოდა ეს ჯეიმს ბონდი, რომ იძახდა, რომ კოლუმბიელი ჯეიმს ბონდი ვარო მეო და აი ეს მარცხენა ფოტო მსახიობი თვითონ სადაც არის მექსიკაშია გადაღებული და ეს არის თვითონ პაბლო, ანუ მეორე ფოტოში იყიდა ჯერ ეს ორიგინალი. მე მექსიკიდან ჩამოვატანინა რაღაც ქვიშა სპეციალური და აი ეს უკან ხედზე რაც ხეები და ბუნება არის. უბრალოდ აი ეს ფოტო გადაევა. არ ვიცი რამდენად კარგი ფაქტია, მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი არის, რომ პაბლო ესკობარი უბრძალავდა თავის ქვეშემდომებს, რომ მედელინში გაეყიდათ ნარკოტიკი. ვინც გაყიდდა, იმას მოკლავდა. იძახდა, რომ ჩემი ხალხი არ უნდა იყოს ნარკომანია და მარტო ამერიკაზე ვიყიდა და ნუ სხვა ქვეყნებზე. და მისი დაპირისპირება კალი კარტელთან დაიწყო იქიდან, რომ კალი კარტელმა თქვა, ჩვენ გვინდა გავყიდოთ ჩვენ ქალაქში ნარკოტიკი, ფული იშოვება, ხალხს უნდა, შენ რა გინდაო და მოკლედ მაქედან დაიწყო მაგათი დაპირისპირება, მერე სახლი აუფეთქეს და ნუ ესე ვთქვათ, პაბლოს იდეა იყო, რომ მედელინი ყოფილიყო ნარკოტიკისგან სუფთა და გაეყიდა ნარკოტიკი მარტო ამერიკაში და კალი კარტელთან დაპირისპირება დაიწყო ამ მიზეზით. ეს ციხე? ეს რაც ააშენეს, თვითონ დღეს სადაც არის მოხუცთა თავშესაფარი, ელ კათედრალი, რომელსაც აი, ეს არის ელ კათედრალი, რომელიც თვითონ ააშენა, სადაც მარადონასთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. მოკლედ, როდესაც პაბლო იჯდა თავის აი ამ კათედრალის ციხეში, ბუშმა რომ დარწმუნებულიყო, რომ პაბლო მართლა ნამდვილად ციხეში იჯდა, მოითხოვა, რომ გაეგზავნათ ფოტო და პაბლომ გაუგზავნა აი ეს ფოტო და გახურავს უშანკა რუსული და ნუ იმის თქმა უნდა ბუშისთვის და ნუ ეს გადაცა, რომ რუსები არიან მტრები, მათთან ცივი ომი აქვთ და
ისინი ამის მეგობრები არიან და ეს დატოვებული ღია საკანი, რომელთაც იმის თქმა უნდა და როცა უნდა გამოვიდოდა და როცა უნდა შევიდოდა ციხეში და ამ ფოტოს ისტორია არ ვიცი შეიძლება იცით ამ ფოტოში მეორედ რო დაიჭირეს როცა ნიკარაგუიდან გადმოქონდა 20 კილო კოკაინი პოლიციელებს შეთავაზა ფული რომ დაევიწყებინათ ეს საქმე და გაეშვათ ის მერე არ დათანხმდნენ ეს ოფიცრები და ამ ფოტოში უყურებს იმ ოფიცრებს რომლებმაც დაიჭირეს და ნუ ამ ღიმილით სავარაუდოდ იმის თქმა უნდა რომ გამოვა დახოცავს და ნუ ეს ფოტო მერე გაბაზრდება რომ პაბლო ესკობარი დრაგ დილერია, ანუ პირველად გაუბაზრდება რომ კოკაინს ყიდის და ნუ იმ ოფიცრებს რა თქმა უნდა ხოცავს. ეს იყო შუამავალი პრეზიდენტს და პაბლოს შორის. აგეთ მარადონა ყოფილა საუკეთესო მეგობარი პაბლო ესკობარის და როცა თავის აშენებულ ციხეში ჩაჯდა პაბლო ესკობარი მაშინ დაპატიჟა აი ეს მეკარე თუ გახსოვთ ქუსლებით რო იღებდა პენლებს და დარტყმებს და მარადონა და რამდენიმე ფეხბურთელი თავის მეგობარი და ჩაატარა მეგობრული მატჩი სადაც რა თქმა უნდა პაბლო მოიგო ამ მატჩი იმიტომ რომ უთხრა რომ სანამ არ მოიგებდა ის არგენტინის ნაკრებს ვერ დაუბრუნდებოდა და როცა გააცილა აჩუქა 2 კილო კოკაინი და 5 მილიონი დოლარი და მოკლედ ასე დამთავრდა კათედრალის ციხეში მეგობრული მატჩი მარადონას და პაბლო ესკობარის გუნდს შორის. El Patron. ბუნკერი. ორღადა. აი ეს არის ბუნკერი. ის სადაც ფულს ინახავდნენ თავის კავშირს თუ დაჭირდებოდა. Paro, publicito. In 1988, Kaliska tried And he prayed that night, Jesus on a touch. თვითონაც ევასებოდა ეს ფოტოსო. პაბლოს მამა ყოფილა ძალიან კარგი ადამიანი, წესიერი ფერმერი, რომელსაც უბრალოდ თვალებში არაფერი კარგის ამას არ აქვს. პაბლოს მამა არა. მაგრამ ნუ ესე ახასიათებია. მარცხენა ოთახში ინახავდა ფულს, აქ 20 მილიონი დოლარი შეიძლება ეს ჯერზე რომ აი ამ ოთახში შეეძლო რომ 20 მილიონი შეინახა. აქ ინახავდა. ესეთი სეიფები, სადაც ოქროსოდებს, მარგარიტებს, ბრილიანტებს და ზურმუხტებს ინახავდა. სანამ ყავას ველოდები, ვეცდები რომ კიდევ მოგიყვეთ რაღაცაები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ და თანმოთვალიერებთ, თან გვიყვებიან, ჩვენ თარგმნის და მოკლედ ესე. უკვე 80-იან წლებში პაბლო შოულობდა, ანუ პაბლო და მისი კარტელი დღეში იმ დროისთვის 60 მილიონ დოლარს, ანუ ყოველდღიურად. და ძალიან დიდი ფული და ქონება უგროვდება და ამ დროს ხაიმე ორტეგამ, რომელიც იყო ახალი ლიბერალისტური პარტიის, ასე ვთქვათ, წევრი კოლუმბიაში და ის მოღვაწეობდა მედელინში. პაბლოს უთხრა, რომ ნუ ყველაფერი გაქვს, ძალაუფლება, ფული და მოდი ახლა ესე ვთქვათ, ლეგიტიმაცია მოვუტანოთ ჩვენს სახელს, ქონებას და წამოდი პოლიტიკაშია და ნუ პაბლო იყო ძალიან ამბიციური ადამიანი და დათანხმდა, თითქოს ელოდებოდა კიდევაც ამ შემოთავაზებას და გაიცნო მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი და რაღაც პერიოდი ამ პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, თუმცა მალევე აღმოაჩინეს რომ 1976 წელს ის იყო დაჭერილი ნარკოტრაფიკზე და შესაბამისად მაშინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჩამოიშორა ის და თქვა რომ მასთან არანაირი საერთო არ ექნებოდა. როგორც თქვა ეს პაბლო მიცა 3 დღე დასაფიქრებლად და თუ არ გადაიფიქრებდა მე თვითონ გავხდები პრეზიდენტიო და მოკლედ აქედან იწყება მისი პოლიტიკური კარიერა.
სტანდარტულად, როგორც სხვა პრეზიდენტობის კანდიდატები იქცევინა ხოლმე სხვა ქვეყნებში, პაბლომეც წინა, ესე ვთქვათ, საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო თავისი ქველმოქმედის იმიჯის შექმნა, დაიარა მედელინის ყველაზე ღარიბი ოჯახები და შეპირდა, რომ აგიშენებთ სახლებსა და მართლა დაააშენა ორი ახალი უბანი, ახალი ინფრასტრუქტურით, სახლებით, მოწყობილი ავეჯით და ასე შემდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, რომ მანამდე ის არ იყო ქველმოქმედი ღარით, შეიძლება ნათესავებს ეხმარებოდა, მაგრამ ზოგადად თავის ქალაქისთვის ესე არაფერს არ აკეთებდა და მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, დაიწყო ქველმოქმედება და ეს რობინ ჰუდის იმიჯი მოიგო, რომ ვითომ მდიდრებს ამერიკაში, ესე ვთქვათ, ფულს არ პარარავდა, ანუ მიყიდდა ნარკოტიკს, იქიდან ფული აქ შემოდიოდა და ამით მედელინში აკეთებდა კარგ რაღაცებს, რის გამოც ის კონგრესში აირჩიეს მედელინელებმა 86% მიიღო, ესე ვთქვათ, ხმების, მერე მალევე დადგინდა, რომ ნარკოკარტელის სათავეში იყო და რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, ესე ვთქვათ, უარი თქვა მის მიღებაზე კონგრესში და აქედან იწყება მისი დაპირისპირება და ომი კოლუმბიის ხელისუფლებასთან. პაბლოს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, როლი, როგორც მეგობარს და მრჩეველს, ხანდა თავის ბიძაშვილს გუსტავოს, რომელიც იყო ამ კარტელის ფინანსურ იურიდიული, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელი და მთელ cash-flows განაგებდა ის და პაბლოსთვის იყო ძალიან სანდო ადამიანი. მოკლედ, ამ გუსტავომ უთხრა პაბლოს სადღაც 80-იანი წლების დასასრულისკენ, რომ მოდი ჩავჯდეთ დროებით ციხეში, იმიტომ რომ ასკარად ჩიხში შევდივართ და შეიძლება ხელისუფლება გვაჯობოს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ამერიკაც მაგათთან არის და სხვა კარტელებიც ესე ვთქვათ გაერთიანდნენ და ცოტა ხანი ესე ვთქვათ წყნარად ვიყოთო, რაზეც პაბლო ძალიან ამბიციური იყო და უარი მიიღო გუსტავამ და გუსტავა 90 წელში მოკლეს. ზუსტად აქედან უკვე იწყება პაბლოს პრობლემები, იმიტომ რომ ის არ იყო ჩართული ფინანსურ მენეჯმენტში და ნელ-ნელა შემოიცალა ხალხი. თუმცა გუსტავის გარდაცვალების შემდეგ ნამდვილად დაფიქრდა ციხეში ჩაჯდომაზე, თუმცა უნდა და თავისი პირობებით ჩაჯდომა და პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ჩემს ციხეს ავაშენებ და იქ ჩავჯდებიო. ამაზე მიიღო უარი, გამორიცხულია და პაბლომ გაიტაცა მედელინის ყველა მდიდარი ოჯახის შვილი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი და თქვა, რომ ყველას დახოცავდა თუ მის პირობებზე არ დათანხმდებოდნენ. შესაბამისად აიშონა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც უგამოყვება, როგორც გითხრათ, ხან მარადონა ჩადიოდა და ხან ვინ მომღერალი და როგორც უნდა და ისე ცხოვრობდა, მაგრამ მის ციხეში ყოფნისას დაიწყო, ესე ვთქვათ, ფულის დინების შემცირება, იმიტომ რომ გარეთ ვინც დარჩა მის წარმომადგენლები კონტროლის გარეშე იყვნენ, შიში დაკარგეს მის მიმართ და ფულს პარავდნენ. ეს რომ გაიგო და დადასტურდა, დაიბარა ეს ორი ადამიანი ელ-კათედრალის ციხეში და ამ ადამიანებმა ბარბეკიუზე დაასრულეს თავის ცხოვრება, შეწვა იქ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი გავრცელდა და უკვე ხელისუფლებას ყელში ამოუვიდა, რომ ციხეშიც ესე იქცეოდა და რომ მიხვდა, რომ მართლა დაიჭერდნენ, ოღონდ ამერიკის ციხეში არ მომხდარიყო, მოკლედ გაიქცა ამ თავისი აშენებული ციხიდან, რომელიც დაყურებდა თავის ბავშვობის უბანს და აქ რა თქმა უნდა მისთვის სანდო ხალხი ცხოვრობდა და მარტივად ესე ვთქვათ დაიმალა ისავრა და აქედან დაახლოებით 1 წელი ის იყო მალვაში და ამაზე უკვე ცოტა მერე მოგიყვებით. გერმანიაში გააგზავნა თავის შვილები და ოჯახი, რის მერე სან რომ გაიგო კოლუმბიის პრეზიდენტმა, რომ მედელინში აღარ იყო პაბლოს ოჯახი, დაურეკა გერმანიის პრეზიდენტს და თხოვა, რომ მისი ქვეყანა დაიღუპებოდა თუ პაბლოს ოჯახს უკან არ დააბრუნებდნენ კოლუმბიაში, იქიდან გამომდინარე, რომ პაბლო თვითონ გაქცეული იყო და დღიდან ესე ხოცავდა ყველას და საერთოდ არაფერს არ ეშინოდა, იმიტომ რომ თავის ოჯახი იცოდა, რომ დაცული იყო ევროპაში და თამამად ასრულებდა ყველა თავის საქმეს და მოკლედ ძალიან თხოვა კოლუმბიის პრეზიდენტმა, რომ გერმანიის პრეზიდენტს, რომ უკან დაებრუნებინათ, რის მერეც გერმანიის პრეზიდენტმა გაითვალისწინა და პაბლოს ოჯახი კოლუმბიაში
პაბლო ესკობარის სიკვდილთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს, ერთი ვერსია მან იმის მერე რაც მისი ოჯახი დააბრუნეს კოლუმბიაში და სასტუმროში მიიყვანეს, გაარკვია რომ სასტუმროში მისი ოჯახი და თვითონ დარეკა რესეფშენში რომ დაეთინა მისი ადგილმდებარეობა. ხოლო მეორე ვერსია, რომელიც ჩვენი აზრით უფრო ახლოს არის რეალობასთან, იყო ის რომ თავისი დედის მძღოლმა ჩაუშვა და ესე გავიდნენ პაბლოზე და ეს ვერსია ყველაფერს ცვლის, იმიტომ რომ ის ეჭვი რომ პაბლო ცოცხალია, ბევრად ნაკლები ირჩევა და პროცენტულად ძალიან ცოტა იმის შანსი რომ პაბლო ცოცხალი იყოს თუ ის ჩაუშვეს და მართლა ესე გავიდა პოლიცია იმის შესახებ რომ პაბლო ესკობარი ცუდი პიროვნება იყო, კამაც არ ვაპირებთ, უბრალოდ ცალსახა ის არის რომ კოლუმბიის მაშინდელი ხელისუფლება იყო ასევე ძალიან ბინძური, ძალიან რადიკალურ ზონებს ღებულობდა იმისთვის რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, ფულის გამო ხოცავდნენ ხალხს. უბრალოდ პაბლო ესკობარი იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ჩაერთო ამ ომში, თან ისე ჩაერთო, რომ ძალიან ჩანდა, მოწონდა ეს ძალაუფლების აფიშირება და პოპულარობა და ხელისუფლებამ ყველაფერი თავის დანაშაულები და ეს მკვლელობები შეტანა უბრალოდ პაბლოს და სავარაუდოდ დიდი ალბათობით რაც დღეს ბრალდება პაბლო ესკობარს იმის 20%-ია მარტო რაც ეკუთვნის მას. აქედან გამომდინარე, ესე მას იმაში ვერ გავამტყუნებთ, რომ სხვანაირად უნდა მოქცეულიყო, რა თქმა უნდა, მქონდა სხვა გზა, მაგრამ უკვე რადგან ჩაერთო ამ ომში, იმდენად ბინძური სისტემა იყო და იმდენად ბინძური იყო მაგ პერიოდში კოლუმბია, რომ სხვანაირად ამ ომში წარმატებას ვერ მიაღწევდა და ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი მისი ოჯახის წევრი. ხალხმა რეალურად იცოდა ვინც იყო პაბლო ესკობარი, უბრალოდ ხელისუფლება იმდენად ცუდი იყო და იმდენად უსამართლო, რომ ანუ ესეთ ადამიანში დაინახეს რაღაც შველა. 86%-ია იყო, ან იმდენად უკვე გაუსაძლისი იყო ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ცხოვრება კოლუმბიაში, რომ პაბლო ესკობარში ხედავდნენ ამ შველას და იმას მიხედვით იმისა, რომ იცოდნენ, რა თქმა უნდა, რომ ის ნარკოტრაფიკით იყო დაკავებული და ნუ რასაც საქმიანობა რაც ჰქონდა, ყველა კარგად იცოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მაგ ადამიანს მიმართავდნენ საშველად, როცა უსამართლობა ხდებოდნენ თავიანთ ქვეყანაში. თუმცა დღეს მედელინი არის აბსოლუტურად სხვა ქალაქი, გაცლილი კრიმინალისგან, აი ძალიან მაგარი ქალაქია მართლა, ძალიან განვითარდა და უკვე ბევრი ადამიანი სხვა ქვეყნიდან გადმოდის აქ საცხოვრებლად, იმიტომ რომ არის უსაფრთხო, საინტერესო, ხელმისაწვდომი და მოკლედ ჩვენ გვინდა და რომ თქვენთვის სრული ინფორმაცია მოგვეწოდებინა ამ ადამიანის შესახებ, იმიტომ რომ ცუდად თუ კარგად კოლუმბიაში ის ყველაზე ცნობილია და კოლუმბიის გარეთაც ყველაზე ცნობილი კოლუმბიელია. ამიტომ როგორც პიროვნება საინტერესოა უბრალოდ რეალურად რას აკეთებდა და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და დაგვიწერეთ რა გაინტერესებთ კოლუმბია, შეიძლება გადავიღოთ შემდეგში.